სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ბატონმა ჯონმა, რომელიც ამოწერა, ეს არის დანიელის წიგნის მე-9 თავიდან. და იქ არის საუბარი გახსოვთ 77-ზე, 70 კვირაზე, რომელიც არის პირდაპირ გაგებით 490 წელი და აინტერესებს კითხვის დამსვენელს, როდიდან იწყება ეს ათვლა და სად ვიმყოფებით ახლა ჩვენ. აი ესე აკეთებს ამის ფორმულებს, მე მთლიანად წავიკითხავ მე-9 თავს, რომ თქვენ წარმოდგენა შეგექმნათ. და ჯონ მაკარტური ესეთ პატარა რაღაც შესავალს აკეთებს. როდესაც აქ მოდიოდი ჩვენთან ეკლესიაში, ვიღაცამ კითხა, არის რაიმე კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა არ შეგიძლია? და მე ძალიან დავაფასე ეს კომპლიმენტი და უთხარი. დიახ, არის ესეთი ორი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა არ შემიძლია მეთქი. ერთი არის კითხვები, რომლებზეც პასუხი არ არსებობს. ისინი უბრალოდ ჩვენ შესაძლებლობას აღემატება და მე ესეთი ბევრი თქვენ დაგისახელეთ კიდევაც, რომ მე მათზე პასუხი არ ამაქვს, როცა ლაპარაკია ისეთ დაფარულ რამეზე, რაც ღმერთის პიროვნებას ეხება და იმ საიდუმლოებს, რაც ღმერთმა შექმნა და ჩვენთვის დაფარული არის და გახსოვთ, მე ხშირად მომყავს ხოლმე ეს მეორე რჯულის 29, რაც მოსემ დაგვიტოვა, რაც დაფარულია ღმერთისათვის დაფარული და რაც გახსნილია ჩვენთვის არის, რათა შევასრულოთ ისინი. ასე რომ არის პირველი ესა. მეორე კატეგორია კითხვები, რომლებზეც მე პირადად ჯონ მაკარტურმა პასუხი არ ვიცი. რომ მე არ შემიძლია ამ პასუხებზე გაცემა. ეს არის ორნაირი. შემდეგი კითხვა, როგორც აღნიშნა, ეს არის დანიელის მე-9 თავიდან და მოდით მე წაგიკითხავთ 70 კვირასთან დაკავშირებით ამას. დანიელის მე-9 თავი. დარიოს ახაშვეროში ძის მოდგმით მიდიელის მეფობის პირველ წელს ქალდეველთა სამეფოზე რომ გამეფდა მისი მეფობის პირველ წელს მე დანიელმა წიგნებიდან გავიგე რიცხვი იმ წლებისა რომელზეც უფლის სიტყვა იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ იერუსალიმის 70 წლიანი გაუკაცრიელების შესახებ პირი ვიბრუნე უფლი ღმერთისაკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში ჯვალოსა და ნაცარში ვილოცე ჩემი უფლის ღმერთის წინაშე ვაღიარე და უთხარე. ო უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ. აჰა, შევწოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტ ჩავდიოდით და ვჯიუტობდით. გადაუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს. ყურს არ უგდებდით შენს სახურ წინასწარმეტყველს, შენი სახელით რომ ელაპარაკებდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს თავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს. სიმართლე შენ გეკუთვნის უფალო. შენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე. ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე. იუდას კაცებს, იერუსალიმს მკვიდრებს, თელს ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო შენ მიმართ რომ გამოიჩინეს. უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევწოდეთ შენს წინააღმდეგ. უფალო ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება. ჩვენ კი განგიდექით. ყური არ დაუგდეთ უფლის ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთ ხელით რომ დაგვიდო წინ. დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც ვიწია იმ წყევლამ და ფიცმა მოსეს ღვთისმსახურის რჯულში რომ წერია, რადგან მის წინააღმდეგ შევწოდეთ. დაადასტურა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს საჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ და დიდი უბედურება დაგვატეხა თავს. არაფერი მოხდარა იმის მსგავსი თელ ცისქვეშეთში, იერუსალიმში რომ მოხდა. როგორც მოსეს რჯულშიც წერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის ღმერთის წყალობას, რომ მოუქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება. ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი ჩვენი ღმერთი თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას. ახლა კი უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ძლიერი ხელით გამოგვიყვანე შენი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი გაითქვი, დღეს რომ გაქვს, შევწოდეთ და ბოროტად მოვიქეცით.
უფალო მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყმურა შენ ქალაქ იერუსალიმს და შენს წმინდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილი ყველა ჩვენს გარშემო ყოფთაგან. ახლა კი ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა ვედრება და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმინდარს უფალო. ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ქვია, რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო. უფალო ისმინე, უფალო მოგვიტევე, უფალო შეისმინე და იმოქმედე, არ დააგვიანო შენს გამო. ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი იწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს. ჯერ კიდევ ლაპარაკობდი, ეხლა ეს ნახეთ რამხელა ლოცვა წარადგინა დანიელმა. იმ წუთში საქართველოს გაგახსენდება და ის შავმღვდელები და ის ბერები რაზე ლოცულობენ ვერ გაიგებთ, ხო? და რა ეტყობა ერთს ამისი. და ნახეთ დანიელმა როგორ ილოცა, რომ გაეგო ის თუ რაელის წინ ისრაელის ერს. და ჩვენ კაცობრიობას, რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ ლაპარაკობდი, ლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემს და ჩემი ხალხის ისრაელის ცოდვებს და ვევედრებოდი უფალს ჩემს ღმერთს, ჩემი ღმერთის წმინდა მთის გამო, ჯერ კიდევ ლოცულობდი, რომ კაცი გაბრიელი, რომელიც ადრე ხილვაში ვიხილე, მომიახლოვდა დაღლი დაქანცულს, საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს. შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: დანიელ, ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება. აი, ანგელოს უშვებს ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა და ანგელოს უშვებს, რომელიც არის ერთგვარი პოსტალიონი. რატომ წqით ხალხს პოსტალიონობა მე არ ვიცი. ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება. შენი ვედრების დასაწყისში გამოვიდა სიტყვა და მოვედი, რომ გაცნობო იგი, რადგან დიდად პატივდებული კაცი ხარ. ჩაუკვირდი ამ სიტყვას და ჩაწვდი ხილვას. 70 შვიდეულია დადგენილი შენი ხალხისა და შენი წმინდა ქალაქის დანა შაულის აღსაკვეთად და ცოდვისათვის ბოლოს მოსაღებად, რათა გამოსყიდულ იქნას ურჯულოება და დამყარდეს საუკუნო სიმართლე, რათა დაიბეჭდოს ხილვა, წინასწარმეტყველება და ცხებულ იქნას წმინდათა წმინდა. ოღონდ იცოდე და ჩაწვდი იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან, ნახეთ, გამოსვლიდან ცხებული მართველის მოსვლამდე იქნება 7 შვიდეული. რა, ეხლა იწყება ეგა, ხედავთ? ესე იგი როცა გამოცხადა ბრძანება აღდგენა, გაშოთ, როცა ამას აცხადებენ უკვე ირანში, გახსოვთ ხომ, როდესაც იწინასწარმეტყველეს ეს და იქიდან ათვლიდან ცხებულის მართველის მოსვლამდე, ქრისტეს მოსვლამდე, იქნება 7 შვიდეული და 62 შვიდეულში ხელახლა აშენდება იერუსალიმი თავისი მოედნითა და თხრილით, ძნელბედოვის ჟამსაც კი. 62 შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და მას არაფერი დარჩება. ქალაქსა და საწმინდას მომავალი მთავრის ხალხი დაანგრევს და მისი აღსასრული წარღვნისათვის მოვა. აღსასრულის დადგომამდე იქნება ომი, გაპარტახებანი და გადაწყვეტილია. იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო შვიდეულის ნახევარში შეაჩერებს ხოლბსა და ძღვენს. სიბილწა და უკიდურესი გატიალება იქნება იმ ადგილზე, სანამ დადგენილი განადგურება არ ეწევა ამაოხრებელს. და აქ უკვე ანტიქრისტეზეა ლაპარაკი. აი ამაზე, ამ მეცხრე თავზე არის ეს კითხვა. ახლა აგრძელებს ჯონ მაკარტური. ახლა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია სიმართლეა, რომ ეს ძალიან საკმაოდ გრძელი კითხვა და გრძელი საკითხი, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი ამას. წმინდა წერილი ამბობს, რომ ტაძრის აღდგენის შესახებ ბრძანებიდან მესიამდე 69 კვირაა. სინამდვილეში 70 კვირა მთლიანობაში, ხომ? 70 კვირა დადგენილი თქვენი ხალხისათვის დანაშაულის დასასრულებლად, ცოდვის დასასრულებლად, ურჯულოების გამოსასყიდად, მარადიული სიმართლის დასამყარებლად და ასე შემდეგ. და ეს ზუსტად ასია. 70 კვირა. 70 კვირა. კითხვა ასეთია, როდის იწყება ეს? ათვლა. აღდგენის შესახებ ბრძანება იყო არტაქსესეს ბრძანებულება. ესე იგი, როცა არტაქსესმა გამოაცხადა, ხო? როდესაც აგზავნიან, ხო, პირველი ზერუბაბელი, მერე მოდის ეზრა და ნეემიაც ასრულებენ ამას ყველაფერს. ფიქრობ, ეს იყო ძველი წელთაღრიცხვით 440 წელი. დაახლოებით იქ თუ გახვალთ და გაიხსენებთ ახლა 70 პერიოდი. 7-7-7-დან 7 წელი 490 წელი. ასე რომ თუ წახვალთ 70 კვირის განმავლობაში, ნათქვამია რომ ბოლომდე მიდიხართ და მოусმინეთ ამას 24 მუხლში, ბოლომდე მიხვალთ დანაშაულის დასასრულებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ცოდვის დასასრული. თქვენი ცოდვის დასასრული, თქვენი ურჯულობის გამოსასყიდი ისრაელს მიმართავს, თქვენი მარადიული სიმართლეს
შემოტანა დაბეჭდავთ წინასწარმეტყველის ხილვას და ნახეთ ცხე უწმინდესიო, ცხებული უწმინდესი მოდისო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს 1000-წლეულ სამეფოს. ეს არის მთელი გზა სამეფომდე, 1000-წლეულ სამეფომდე. და ეს იქნება მთლიანად 67. ამრიგად თქვენ უნდა განასხვაოთ 25 მუხლი, საიდანაც გამოდის აღდგენისა და აღშენილობის ბრძანება გამოცემიდან მესიამდე. და ეს იქნება 7 კვირა და 62, ხომ? უბრალოდ გაყავით 7 და მიიღებთ 62 უდრის 69-ს. შემდეგ 7-62 შემდეგ 69 რჩება 26 მუხლში და მესია მოიკვეთება 69-ში და რჩება 1 კვირა. და რას ნიშნავს ეს? ეს არის ჯვარცმა იესო ქრისტესი. ასე რომ არტაქსერქსეს ბრძანებიდან დაახლოებით 444 წელს 69 თქვენ ამრავლებთ 7-69-ზე და ზოგიერთი დღე უნდა შეცვალოთ, რადგან ებრაულ კალენდარში 365 დღის ნაცვლად არის 360 დღე. და ამ შეკრებით გააკეთებთ თქვენ და რომ გამრავლოთ მიიღებთ 69-ს. და ეს საინტერესოა ამის გაცნობიერება, რომ არტაქსერსის განკარგულებით დაიწყებთ და ზუსტად 69-ჯერ 7 წელს 70 დღის განმავლობაში გააგრძელებთ. 79 კვირა მთავრდება, როდესაც იესო იერუსალიმის ქალაქში შედის. ვნების კვირა და სიკვდილით დასაჯისთვის. ორი ქრონოლოგია შეიძლება გამოვიყენოთ აქა. ერთი შეიმუშავა სერ რობერტ ანდერსონმა მრავალი წლის წინ, ხოლო მოგვიანდელი დალასის სემინარიაში ჰაროლდ ჰონერმა თავის წიგნში ქრისტეს ცხოვრების ქრონოლოგიური ასპექტები, მაგრამ ორივე შემთხვევაში ქრონოლოგია პირდაპირ ქრისტეს ჯვარცმამდე მიგიყვანთ. ახლა რაც შეეხება 69 კვირას, ეს მოიცავდა თქვენ რჩებათ 1 კვირა და 70 კვირის ბოლო ცოდვა სრულდება და აქ იწყება გამოსყიდვა, ხილვა სრულდება, წინასწარმეტყველები სრულდება და მარადიული სიმართლე, მარადიული ჭეშმარიტება მოდის და წმინდა ადგილი კვლავ უკვე გაწმენდილია და აქ ხდება უკვე 1000-წლოვანი სამეფოს აღწერა. ასე რომ თქვენ გაქვთ 70 კვირა, 69 კვირა ჯვარცმამდე მიდის და 70 კვირა ეს კი 1000-წლეულ სამეფომდე მიდის. დადგა უკვე მე-7 ანუ მე-7 კვირა ამ 70-დან? არა. 7 წლის მე-7 პერიოდი მომავალში, ეს გასაჭირის დიდი ურვის პერიოდია. ჩვენ ამას ეკლესიის ეპოქაში 79, ეხლა ჩვენ ეკლესიის ეპოქაში ვართ 79 და 70 კვირას შორის ვიმყოფებით. და ნახეთ რამხელა პერიოდია, თითქმის 2000 წელი გავიდა უკვე. აი ამ პერიოდში, ეს ბოლო პერიოდში სანამდე დადგება ეგ მე-7. და ამას ამბობს ზუსტად აქ, რომ 69 წლის ასე იგი ამ 69 შვიდეულის შემდეგ მესია მოიკვეთება. ახლა მე-7 კვირაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა მოვიდეს, ეს არის 26 მუხლში და 27 მუხლში, ეს არის ანტიქრისტე აღწერილი. და ბევრთან დადებს ის მტკიცე აღთქმას ამ 1 კვირის შვიდეულის განმავლობაში. ხომ ისიც რომ ეს 7 წლიანი პერიოდია ლაპარაკი, ხომ დიდი ურვის პერიოდი. და რა ხდება ამ გასაჭირის დროს? ანტიქრისტე მოდის და ვისთანდებს აღთქმას? იუდაველებთან, ისრაელთან. და ის ხდება მათი მფარველი, დამცველი და აქ იწყება შემდეგ 3 წლიდან ნახევარის შემდეგ უკვე იწყება დიდი დევნა, დიდი ჰოლოკოსტი, დიდი ურვა. მაგრამ ამ მე-7 კვირის ბოლოს ყველაფერი მთავრდება, რომ ქრისტე ბრუნდება და ამყარებს თავის სამეფოს. ასე რომ ეს ეკლესიის ეპოქა შუალედური ეპოქა არის. მისი დასასრული კი ხდება ეკლესიის ატაცებით, სანამდე ეს ბოლო 7 წელი დაიწყება. და ეს არის სიგნალი და როდესაც მოდის უფალი ეკლესიისათვის. და ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. მისი მოსვლის შემდეგ გასაჭირის პერიოდი იწყება სამეფოს დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, 70 კვირის დასრულების შემდეგ მოდის უკვე 1000-წლოვანი სამეფო. აი ეს არის ამ იმისი აღწერა. მე შევეცადე რომ გადმოვიცვა გასაგებად, როგორც ეს ბატონმა ჯონმა მოიტანა თქვენამდე.